გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი პირდაპირ და ღიად არის გადასული საქართველოს ტრობის რეჟიმში. ამასთან დაკავშირებით მოусმინე ილხამ ალიევის განცხადებას, რომელიც იძახის, რომ უზბეკეთში ვიზიტისას ქალბატონი ურსულა მოუწოდებდა თურქებს, რომ გახსნან საზღვარი სომხებთან და ევროპა-აზიის დამაკავშირებელმა გზამ გაიაროს აზერბაიჯანის, ასომხეთი, თურქეთის გავლით და საქართველოს საერთოდ არ ახსენებს აი ამ გზასთან დაკავშირებით და ცდილობს, რომ ჩვენი როლი და ნაკისრი ფუნქცია აი ამ შუა დერეფანთან დაკავშირებით დაგვაკარგინონ და ამ დიდი პროექტიდან რომ გაგვთიშონ. ქალბატონი ურსულა იმდენად არის აი ამ საქართველოს მტრობით გართული, რომ პირდაპირ ბუნების და გეოგრაფიის წინააღმდეგ მიდის ეს ქალბატონი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამწარებული ცდილობს იმას, რომ საქართველოს მიაყენოს დიდი ზიანი და ეს იქნება ის, რომ საქართველო გათიშონ აი ამ დიდი პროექტიდან და შუა დერეფნის როლი და ფუნქცია დააკარგინონ ჩვენ ქვეყანას. რისთვის ცდილობენ ამას? ამას ცდილობენ იმის გამო, რომ რა თქმა უნდა ეს რო ასე მოხდეს და ჩვენ რო აი ამ დიდი პროექტიდან გავითიშოთ, ეს გამოიწვევს ხალხში უკმაყოფილებას და მერე აი ამ ხალხის უკმაყოფილება რა თქმა უნდა მიმართული იქნება ქართული ოცნების ხელისუფლებისკენ და იქნებ როგორმე დაამხონ საქართველოში ქართული ოცნების ხელისუფლება და სათავეში მოიყვანონ თავიანთი აგენტები, რომლებიც ყველაფერზე ხელს მოუწერენ და რომელთათვისაც მთავარი არის ის თუ რა უნდათ ევროპელებს და რა მიზნები აქვთ ევროპელებს და არა ის თუ რა ჭირდება ჩვენ ქვეყანას. ამას რა თქმა უნდა ვერ შეძლებს ქალბატონი ურსულა და მისი თანამოაზრენი ამ საქმეში. რა თქმა უნდა ეს მათ არ გამოუვათ, იმიტომ რომ ჯერ ეგერთი შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის არც ასომხეთში და არც იმ გზაზე, რომელ გზის გახსნასაც თხოვს თურქებს სომხებისთვის. და შესაბამისად ძალიან ბევრ ხარჯებთან და დიდ დროსთან იქნება დაკავშირებული აი ეს რაღაცა ურსულას მოგონილი ახალი დერეფნის გაკეთება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და უფრო შორი გზა გამოვა, უფრო ხარჯიანი გზა გამოვა და მოკლედ ეს რაღაც ფანტაზიის სფეროს უფრო გავს ვიდრე რეალობას. მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ ესე ძალიან არის მოწოდებული აი ეს ქალბატონი და ზოგადად ეგრეთ წოდებული deep state, გლობალური ომის პარტია, რომ ჩვენი ქვეყანა დააზარალონ და დააზიანონ, თვითონ ეს ფაქტი არის სამწუხარო და ყურადღება უნდა მივაქციოთ ქართველებმა ამას და ძალიან უნდა დაკვირვებულად და გააზრებულად შევხედოთ აი ამ მოქმედებებს, რომელიც მიმართულია პირდაპირ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ხმას არ ამოიღებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ისინი თავიანთი პატრონების წინააღმდეგ რა თქმა უნდა არ წავლენ და აი მიმართავდი იმ ადამიანებს, რომლებმაც 9 აპრილის მემორიალთან პროვოკაციები მოაწყეს, რომლებიც იბრალებენ პატრიოტობას და თავიანთ თავებს ისე ფუთავენ, თითქოს საქართველოს ინტერესებისთვის მებრძოლი ადამიანები არიან. რატომ არ აკრიტიკებენ ამ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართებაში, პირდაპირ საქართველოს
მტრობას ევროპელების მხრიდან, რატომ არ აკრიტიკებენ ეს ადამიანები და რატომ არ გამოდიან და რატომ არ იძახიან პირდაპირ, რომ ქალბატონი ურსულა არის საქართველოს მტერი თავისი განცხადებებიდან გამომდინარე. ვიღაცებს იქ რო თხოვდნენ 9+ რო რაღაცა პუტინს შეაგინე და რუსები მტერია თქვი და რაღაც სირობებში რო იყვნენ შესული, გამოვიდნენ ეხა თვითონ და დაგმონ აი ეს ევროპელების მტრობა ჩვენი ქვეყნის მიმართ. თუ ესენი მართლა საქართველოს ინტერესებისთვის მებრძოლი ადამიანები არიან და თუ მართლა რამე პატრიოტიზმის მარცვალი არის ამ ადამიანებში. Რა თქმა უნდა, ამას ჩვენ ვერ ვნახავთ, რა თქმა უნდა, დაიყრუებენ ყურებს, დაიბრმავებენ თვალებს და ამასთან დაკავშირებით არანაირ განცხადებას არ გააკეთებენ და არ გააკრიტიკებენ თავიანთ პატრონებს და თავიანთ ბატონებს. Ამას მე რასაც ყვები და ვიძახი, რა თქმა უნდა, ეს არ არის არც ჩემი აღქმა, არც ჩემი მოგონილი და ჩემი ფანტაზიის რაღაცა ნაყოფი არ არის ეს. ამასთან დაკავშირებით მოусმინე ილხამ ალიევის განცხადებას და საკმაოდ კარგი განცხადება გააკეთა, საკმაოდ მეგობრული განცხადება იყო და მეგობრული დამოკიდებულება ჩვენ ქვეყანასთან. და აი ამ განცხადებამ ნათელი მოხინა იმას თუ ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ არის ჩვენი ნამდვილი მტერი, რომლებსაც მეგობრის ნიღბები აქვთ მორგებული, ევროპელ ბიუროკრატებს გულისხმობ და სინამდვილეში არიან გადასული საქართველოს მტრობის რეჟიმში და ამას უკვე აღარ ცმალავენ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უზბეკეთში ვიზიტისას ქალბატონმა ურსულამ ერთხელ არ ახსენა საქართველო აი ამ დიდ პროექტთან დაკავშირებით, თითქოს საქართველო არ არსებობდეს და პირიქით ისეთი მესიჯები გაუგზავნა თურქებს, რომლებიც პირდაპირ საქართველოს მტრობას ნიშნავს და სხვას არაფერს. რა შუაშია სასომხეთი აი ამ შუა დერეფანთან დაკავშირებით, ხო, ან რუქას დახედონ, ან არ ვიცი, ან მოკლედ. ან ნახონ რამდენი ფულებია დახარჯული აი ამ პროექტისთვის საქართველოს მხრიდან, რამხელა პროექტებია წამოწყებული აი ამ პროექტის განსახორციელებლად. მაშინ როცა სომხებს კაპიკი არ დაუხარჯიათ და საერთოდ აი ამ პროექტთან დაკავშირებით არაფერი წვლილი არ მიუძღვით და საერთოდ არაფერ შუაში არ არიან სომხები აი ამ შუა დერეფნის როლთან დაკავშირებით. მაგრამ მიუხედავად ამისა, ქალბატონი ურსულა ოღონდ საქართველო დააზარალონ და ოღონდ საქართველოს ინტერესებს მიაყენონ ზიანი და აი ესეთ ყველანაირ ბოდვას და უკადრებელს კადრულობს. ეს ქალბატონი, რომელსაც მისი აგენტები საქართველოში, რომელი აგენტებიც ყავს, ფუთავენ ისე თითქოს ეს ქალბატონი არის საქართველოს მეგობარი და ქართველების კეთილდღეობაზე ზრუნავდეს დღე და ღამე. არა, რა თქმა უნდა, არა. პირიქით, ქალბატონი ურსულა არის ჩვენი ქვეყნის მტერი და ამას ვეღარ გააправებენ მისი აგენტები ამ ქვეყანაში. სანქციებს ხო ისე აправებდნენ, რომ ეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს აზარალებს და ქართული ოცნების ხელისუფლებასო და საქართველოს და ქართველებს არ ეხებათ ეს სანქციებიო. აი ამ მესიჯებზე რა სიტყვიანო, რომელიც პირდაპირ ურტყავს საქართველოს ინტერესებს და მომავალს. ამასაც ხო ისე ვერ შეფუთავენ, რომ ივანიშვილი ზარალდება ამით და ქართული ოცნებაო. იმ შემთხვევაში თუ აი ამ დედამოწყნული ქალის ბოდვას გაითვალისწინებს დანარჩენი ქვეყნები, ხო პირდაპირ საქართველო და ჩვენი მომავალი ხო ზარალდება ამით, ხო? და რა თქმა უნდა, ქართველები ვზარალდებით. მოკლედ, ქართველებმა უნდა ვისწავლოთ კი არა და უნდა დავარქვათ ყველას თავის სახელი და ყველას და ყველაფერს. მეგობარს უნდა დავარქვათ მეგობარი და მტერს უნდა დავარქვათ მტერი და აქ აღარ არის რაღაცა მორიდებების დრო და რაღაცა
დიპლომატობანას თამაშის დრო. მაშინ როცა პირდაპირ და ღიად არიან გადასული ჩვენი ქვეყნის მტრობის რეჟიმში, ჩვენ არ უნდა ვიბრმავებდეთ თვალებს და რაღაცა ენის მოჩლექვით და მოჩლექვით აღარ უნდა ველაპარაკებოდეთ ამ ნაბოზრებს ამათ და ყველას უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ქალბატონი ურსულადან დაწყებული, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მტერი, გაგრძელებული და დამთავრებული ვიღაცა კალასებით და დედამოწყნულებით.